მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებ ვიდეოების სერიას 10 წუთი გიორგი თავაძესთან და მინდა ახალი თემა შემოგთავაზოთ დღეს, ეს შეეხება პოლიტიკას და გეოპოლიტიკას. ახლა გავაზიარებ სლაიდს და გაჩვენებთ რა იქნება ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა. ესეც სათაურის შევარჩიე, რა ხდება გრენლანდიაში, ტრამპი, პუტინი და კარლ შმიტი, დიდი სივრცეების გეოპოლიტიკა. მართლაც რა ხდება გრენლანდიაში? ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას სურს გრენლანდია, ესეთი სხვა ამბიციური განცხადებებთან ერთად ასეთი განცხადება გააკეთა. გარდა ამისა, ცნობილია ტრამპის განცხადებები პანამის არხის შესახებაც. რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის ისტორიაში რაღაც ახალი და მსოფლიოს ისტორიაშიც ახალი საეტაპო მომენტი დგება. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი გენოციდურ ომს აწარმოებს უკრაინაში, ფაქტიურად ახალი სივრცეების ათვისებით არის დაკავებული, ან ხისტი მეთოდებით, ან რბილი მეთოდებით, ეს არ ახალია რომ იტყვიან და ტრამპის ამბები ამ მსოფლიო მოცემულობას კიდევ უფრო ამძაფრებს. რა შუაში არის ახლა აქ კარლ შმიტი? ვინ არის ეს ადამიანი? ვიღაცებისთვის ძალიან ცნობილი, ვიღაცებისთვის უცნობი, ვისთვისაც უცნობია ვიტყვი, რომ ეს იყო გერმანელი იურისტი, რომელიც შემდეგში დაუკავშირდა ნაციონალ სოციალისტებს, ანუ ჰიტლერის პარტიას და სახელი გაუთხდა, ასე ვთქვათ. აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მისი ბიოგრაფიის საკვანძო მომენტები, ანუ 1933 წლამდე ვიდრე მოვიდოდნენ ფაშისტები ხელისუფლების სათავეში, ჩვეულებრივი პროფესორული გზით მიდიოდა, შეიძლება ესე ითქვას. აქვეყნებდა ნაშრომებს, იქ სხვადასხვა უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, მაგრამ შემდეგ უეცრად ის იწყებს ებრაელების ლანძღვას, წყვეტს ურთიერთობას, ამართლებს წყვეტ ურთიერთობას ებრაელ კოლეგებთან, ამართლებს ნაციონალ-სოციალისტების პოლიტიკას, აქებს და ადიდებს ფიურერს, მაშინაც კი, როდესაც 1934 წელს გერმანელები თავისიანებს, ანუ ფაშისტები დაერივნენ და იქ სიკვდილით დასაჯეს ვიღაცეები, ესეც კი გაამართლა შმიტმა და მოკლედ სამართლის ცნობილი პროფესორი გადაიქცა ამ უსამართლობების გამმართლებლად ფაქტიურად. თუმცა ეს აღმასვლას მოყვება დაღმასვლა და 1936 წელს მასაც პრობლემები შეექმნა, არ უშველა, ისევე როგორც საბჭოთა კავშირში ბოლშევიკებს არ უშველათ დამსახურებებმა და 37-ში მაინც ისინიც დახვრიტეს, ასევე შმიტი შიდა კონკურენციის მსხვერპლი გახდა, მოდი ესე ვთქვათ და ჩამოაშორეს ის ამ პოლიტიკური ამბიციების შეუკვეცეს. შემდეგ გადაერთო იგი ნაშრომების გამოქვეყნებაზე, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით წავიდა უფრო მეტად 1938 წლიდან. გამოსცა საინტერესო ნაშრომი ხმელეთი და ზღვა და უფრო ესეთი ყველაზე შთამბეჭდავი არის 1950 წელს უკვე ომის დამთავრების შემდეგ გამოსული ნაშრომი დედამიწის ნომოსია. აქ ის ინგლისური თარგმანი, ხედავთ. ნომოსი ნიშნავს წესრიგს და ეს ძალიან საინტერესო ნაშრომია. შემდეგაც ესე იგი მოკლედ დაპატიმრებული იყო შმიტი, როცა ომი დამთავრდა, მაგრამ მერე გადასახლებაში თვითონ ამოწეს ასე ვთქვათ, გადასახლება რა კუთხით დაუბრუნდა თავის მშობლიურ ქალაქში და იქ იყო ფაქტიურად ჩამოშორდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ამის საშუალება მას არ მისცეს და იქ უკვე აქვეყნებდა ნაშრომებს და კონსერვატორიის საზოგადოება შემოიკრიბა მის ირგვლივ ცხოვრების ბოლომდე, ესე გრძელდებოდა. ეხლა შმიტის ძალიან საინტერესო განზომილებიდან დროითი სივრცის შეზღუდვის გამო ჩვენ ორ ძირითად სტატიაზე გავამახვილებთ ყურადღებას, ეს არის დიდი სივრცეები უნივერსალიზმის წინააღმდეგ და მეორე საერთაშორისო სამართლის დიდი სივრცეების წესრიგი. ეს ნაშრომები საინტერესო არის იმიტომ, რომ შმიტს აქ შემოაქვს ეგრეთ წოდებული გროსრაუმის, ეს გერმანულად ასე ჟღერს, ანუ არ თარგმნიან, ინგლისურადაც არ თარგმნიან, დიდი სივრცის ცნება. საერთოდ როცა სივრცის ცნებას ვეხებით შმიტთან, ეს უკვე მთელი თემა არის, იმიტომ რომ შმიტს აი ამ 1938 წლის მერე, როდესაც დაუბრუნდა, განაახლა, ასე ვთქვათ, უფრო სწორად სამეცნიერო მოღვაწეობა, სივრცის ცნება ხდება წამყვანი მასთან. და თავიდან ეს სივრცის ცნება რაღაც ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა ამ ცნებას, მაგრამ შმიტთან ძალიან დიდი დატვირთვა შეიძინა ამ ცნებამ. და შმიტი ამ ცნების განხილვისას ამოდის, ანუ ემყარება მონროს დოქტრინას. მონროს დოქტრინა მოგვეხსენება ყველას, ვისაც ურთიერთობა ჰქონია საერთაშორისო ურთიერთობებთან ან ისტორიასთან, ეს 1823 წელს ამერიკის პრეზიდენტმა მონრომ გააჟღერა და ეს იყო, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეტენზია, რომ ევროპული სახელმწიფოები არ ჩარეულიყვნენ ამერიკის კონტინენტების შიდა საქმიანობაში. მაშინ ამერიკას არ შეეძლო ჯერ ამის უზრუნველყოფა, მაგრამ ესეთი განაცხადი გაკეთდა და შმიტისთვის ეს განაცხადი, ეს პრეცედენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. და შმიტი კიდე ესეთ რამეს ამბობს, რომ მისთვის სივრცის გაგება ორგვაროვანია რა. არის ერთ-ერთი ეს
Grossraum, ანუ დიდი სივრცე, რომელიც არის კონკრეტული სივრცე შმიტისთვის, აი მაგალითად ამერიკის კონტინენტები და არის სივრცის მეორე გაგება, რომელთვისაც სივრცე არის აბსტრაქტული, აი მთელი დედამიწა, ანუ არ გამოყოფს და არ ახდენს დავთვალოთ გეოგრაფიულ რეგიონებად კლასიფიკაციას, ხო? ეს ორი გაგება არის შმიტთან ცენტრალური. და შმიტი უპირატესობას ანიჭებდა აი ამ Grossraum-ის ეგრეთ წოდებული კონკრეტული სივრცის ცნებას. და მონროს დოქტრინაში შმიტი თვლიდა, რომ არის რაღაცა იდეა და ეს იდეა მიყენებადი არის სხვა რეალობებისთვისაც. ვიდრე ამ იდეაზე გადავალთ, ერთი რაღაცა უნდა ვთქვათ აქვე, რომ შმიტისთვის სივრცე არის ყოველთვის პოლიტიკური. არ არსებობს სივრცე პოლიტიკის გარეშე და პოლიტიკა სივრცის გარეშე. ეს ორი რამე არის განუყოფლად დაკავშირებული ერთმანეთთან. და რა არის ის ძირითადი იდეა მონროს დოქტრინაში? მონროს დოქტრინაში ძირითადი იდეა არის ის, რომ რაღაც დიდი სივრცე ცხადდება და აი ამ დიდ სივრცეში სხვა ძალებს ჩარევა ეკძალებათ. ეს არის მთავარი იდეა აქ და შმიტი ამბობდა, რომ ეს უნდა იქცეს ამოსავალ წერტილად გერმანიასაც იმ დროს ნაციონალ-სოციალისტური ხელისუფლების პირობებში გაუჩნდა ესეთი ამბიციები და როგორც დავუშვათ ამერიკა აცხადებდა რომ რაღაც გარკვეული დიდი სივრცე ქონდა სადაც ხვები არ უნდა ჩარეულიყვნენ, ასევე შმიტიც აცხადებს რომ გერმანიასაც აქვს ასეთივე სურვილი. და უფრო მეტიც ის ამბობს რომ საერთაშორისო ურთიერთობები უნდა დაემყაროს ზოგადად ამ დიდი სივრცეების პრინციპს. და მთელი მსოფლიოს ახალი წესრიგი აი ამ უნივერსალური საყოველთაო სივრცის პრინციპზე კი არ იყოს დამყარებული, რომ რაღაც ერთნაირი სივრცე არსებობს და ყველგან ერთნაირი წესები ვრცელდება. არა, არსებობს გარკვეული დიდი სივრცეები და ამ დიდ სივრცეებში არის დომინანტი სახელმწიფოები, რომელსაც გერმანულად ასე ვთქვათ, არ ვთარგმნით ახლა, რაიხი ქვია. რაიხი სახელმწიფოა, მაგრამ შმიტი მასში განსაკუთრებულ მნიშვნელობას თავს. ყველა დიდ სივრცეში არის დომინანტური სახელმწიფო, რაიხი და ამ დიდ სივრცეში მას უნდა ეთქმოდეს სიტყვა. და მსოფლიო დაყოფილი უნდა იყოს ამ დიდ სივრცეებად, რომელსაც ეყოლება და ექნება თავისი დომინანტური რაიხები. ამრიგად ესე იგი ეს რაიხი დიდი სივრცე და აი ამ დიდ სივრცეში სხვა როცხვირს ვერ ჩაყოფს, ასე თქვა და სხვა რო ვერ ჩაერევა, ანუ ინტერვენციას ვერ განახორციელებს, ეს არის შმიტისთვის მთავარი ღერძი და საზრისი საერთაშორისო პოლიტიკის. ნუ უნდა გავხდარიყო მისი გაგებით. ამავე დროს რაიხი და იმპერია ერთ და იგივე არ არის, იმიტომ რომ იმპერია შეიძლება მრავალეროვანი იყოს და შმიტი ამბობდა რომ რაიხი კი ეს არის ნაციონალური იდეები, კი ერთი გერმანელი ხალხი და ასე შემდეგ. ნუ დღეს ჩვენ ვიტყვით რომ ილუზორული გაგებია, მაგრამ შმიტისთვის ეს იყო ამოსავალი წერტილი. ამრიგად ესე იგი ფაქტიურად შმიტი ამბობს ესეთ რამეს, რომ მთელი საერთაშორისო წესრიგი უნდა დაემყაროს იმას, რომ ჩვენ გვაქვს დიდი სივრცეები და ამ დიდ სივრცეებში ერთმანეთთან შეიძლება გქონდეთ კონტაქტი, რაიხებს შეიძლება გქონდეთ ამ დიდი სივრცეების შიგნით ხალხთან ურთიერთობები, რომლებიც ამ დიდ სივრცეში არ შემოდიან, ამ რაიხებს ერთმანეთში შეიძლება გქონდეთ სხვადასხვა სქემები წარმოაჩინა შმიტმა, მაგრამ თავარი არის ერთი პრინციპი, რომ რაღაც რეგიონი მოინიშნება რომელიღაც დიდი სახელმწიფოს მიერ, ეს დიდი სახელმწიფო ამბობს, რომ ეს რეგიონი ანუ დიდი სივრცე, ასე ვთქვათ, ჩემი ეზოა და სხვაც უფლება არ აქვს, რომ აქ ჩაიხედოს. და შმიტის ეს იდეები ძალიან ეთანადება მულტიპოლარული სამყაროს შესახებ იდეებს, რომლებიც დღეს საკმაოდ პოპულარულია და ჩვენ ხედავთ, რომ დავუშვათ განსაკუთრებით რუსეთის შემთხვევაში, ხო ეს აგრესიული სივრცობრივი რიტორიკა, რაც ახასიათებს რუსეთს ამ ბოლო პერიოდში ისედაც მაგამდეც, მაგრამ არის აი ამ შმიტისეული იდეების ფონზე ძალიან კარგად შეიძლება გავიაზროთ, ხო ეს რაც არის. მაგრამ აქ ჩნდება შეკითხვა, ხშირად ესე იგი ამერიკის იმპერიალიზმს უპირისპირდებიან და შმიტიც ეს ამბობდა, რომ ეს ერთიანი სივრცე ეს არის ამერიკის ხედვა და სინამდვილეში ამერიკა ამით იყენებს და მსოფლიოში თავის გავლენებს ამყარებს. მაგრამ დიდი სივრცეების იდეაც არ არის მთლად ისეთი მშვიდობის მტრედი, როგორც კარლ შმიტს სურდა, რომ ეს წარმოეჩინა, იმიტომ რომ დავუშვათ დემოკრატიის დათრგუნვა, განსხვავებული იდეების ჩახშობა, ადამიანის უფლებების შეკვეცა, ადამიანების მზარდი კონტროლი, რაღაც აი ამ დიდი სივრცეებისთვის დამახასიათებელ თავისებურებად იქცა ყოველ შემთხვევაში აი რუსულ ენოვან და თუკი ჩინურ სივრცეს გამიხილავთ. და თუკი ეს დიდი სივრცეების სახელმწიფოები ერთმანეთთან ესეთ დაპირისპირებაში იქნებიან, ჩვენ ვერ ვიტყვით მაინც და მაინც რომ დიდი სივრცეება თუ დაიყოფა მსოფლიო და ეს მულტიპოლარული იქნება, ეს მაინც და მაინც უფრო უკეთესია, ვიდრე ისეთი მსოფლიო, სადაც დავუშვათ იქნება კანონის უზენაესობა, მაგრამ სივრცე რაღაც ერთგვაროვანი იქნება და არ იქნება ესე რაღაცის გავლენის ზონებად დანაწილება. მოკლედ ეს არის ძალიან ესეთი მოკლე მიმოხილვა. ჩვენი საუბარი განხორციელდა პროექტის მენტორისის პარკლებში. მენტორისი ეს არის თქვენი მეგზური ცოდნის სამყაროში, ეს არის ონლაინ კურსების არჩევანის შესაძლებლობა, მათ შორის პოლიტიკურ ფილოსოფიაშიც და შეგიძლიათ მითითებული მულებით ისარგებლოთ. და დაბოლოს ეს ვიდრე 10 წუთამდე კიდე მაქვს რამდენიმე წამი, აი შმიტისგან განსხვავებული პერსპექტივა აქვს მაიკლ ვოლცერს. ეს არის ნაშრომი, რომელსაც ქვია სამართლიანი და უსამართლო ომები და აი ამ ნაშრომში ვოლცერი საუბრობს სწორედ განსხვავებული მიდგომის შესახებ, რომ მორალურ უჭრელში შეიძლება ომების წარმოება და უნდა იყოს ომები მორალით შეზღუდული.
მოკლედ 10 წუთიც გახდება მალე და ამით დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.